დღეს ანა ხაჩიძის დის შვილის დაბადების დღეა და რა თქმა უნდა თავი მეც დავიპატიჟე. მართალია შვილი არ მყავს, მაგრამ მშობლის ამპლუაში ვარ წარმოდგენილი. ანაც მოვიდა, დიდათ ეს ბავშვი გულზე არ მეხატება, ეხა სიმართლე რო ვთქვათ, მაგრამ რა ვქნა, მისი დაბადების დღეა და ცოტა ხანი უნდა ავიტანო. ისეთი ჯიბრიანი ბავშვია ნეტა იცოდეთ. ვითომ აქ მიხარია. ესეთი უღიმღამო ბავშვი მე არ მინახი. აბა მოდი მოგეფერო მეთქი. რატო არ მეკარება არ ვიცი, საშიშრად გამოვიყურები თუ რა ხდება? ხან როგორ მივუდექი, ხან როგორ მოდი აქ მეთქი როგორ ლამაზად მოგეფერო მეთქი რამე მეტყობა საშიშის მოდი მეთქი გეყვეწები მეთქი ამანაზეც ძალიან უბრაზდები ჯანსაღი ყვება აქვთ ოჯახში პრიორიტეტად და ისეთი პატარა კექსი მოიტანეს მე შემრცხვა აქ მშობლები ერთობიან ესე იგი რომ ყველაზე მეტად მეზიზღება მშობელი რომ ბავშვზე მეტად ერთობა რა აქ ვიძახი არ შევჭამოთ მეთქი მშობლები არ დავსყდეთ მეთქი და არა ურასამო მშობლებისთვის არ იშლება სუფრაო მარტო ბავშვებისთვის იშლება სუფრაო ვაიმე როგორ გავყიწიანდი მე სპეციალურად დავჯექი სასადილო კუთხეში, რომ იქნება რა დამინახონ და რაღაცა მომართვან მეთქი. მე თვით ზიზისთან მივედი, ზიზი გეხვეწები მეთქი, შენია ეს ცენტრი მეთქი და იქნება რაღაცა 1-2 ლუკმა მაჭამო მეთქი. მშობლებს არ გეკუთვნითო. გავღიზიანდი და გადავწყვიტე, რომ ჩემი შევპარულიყავი ბარში და რამე საკვები მეპოვა და დავნაყრებულიყავი. ენა მიბუჟდებოდა. კიდევ კარგი შევედი, თორე უკვე გულის წასულამდე ვიყავი, რაღაცა პატარა ფუნთუშები ელაგა და კექსები, კარგად. ამოვძეხი და გავედი. ნაჭამი რადგანაც ვიყავი, კარხასიაძე მოვედი და ანას დიშვილს ვუთხარი სურპრიზი მაქვს შენთვის მეთქი. და აი ესეთ სურპრიზი. სინამდვილეში ეს გმირი არ არის, აქ შიგნით ის ადამიანი მეთქი, რომელიც ასახიერებს გმირს თქო. ცოტა იტირა ბავშვმა, მაგრამ არ აუშავს. შემდეგ ჩავერთე თამაშებში, რომ იქნება რაღაცა ჯილდო მოვიგო მეთქი. ბავშვებს ყველანაირი თამაში მოვუგე, ყველას ვაჯობე, ხან რა ვითამაშე და ესე გამარჯვებულად გამოვცხადდი. ბავშვებსაც ეს სიამოვნათ, რომ მე გავიმარჯვე. აქ გამარჯვება მომილოცეს და თურმე არაფერი არ ყოფილა ჯილდო. გაუმწარდი და ესეთ დღეში ჩავყარე.